პირამიდები. ჯანდაბა, ნუ თუ მასწავლებელს არ შეეძლო ამ ძველ ეგვიპტეზე პროექტის ადრევე მოთხოვნა? კარგი, სინამდვილეში მან ეს პარასკევს გვითხრა. აბა რატომ არ გავაკეთეთ ეს პარასკევს? იმიტომ რომ არ გინდოდა. ყველაფერს ბოლო მომენტამდე გადადებთ და მერე არჩიც და მეც ვიტანჯებით. სხვათა შორის სად არის არჩი? რატომ არ აკეთებს ჩვენთან ერთად პროექტს? აკეთებს. სინამდვილეში მას რაღაც მანეკენის დამზადებას თხოვეს, ასე რომ გაგვიმართლა. ხედავ. აი, სადმე დააწებე. გონია რომ აქ ყველაფერი კარგად გამოვა? კარგი, გონი შესანიშნავია, ტექსტ შორის. ამასობაში სფინქსს ამოწრი. ხედავ რომ პროექტზე მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. კი, მოდი დამეხმარე. მე უკვე ჩემი საქმე გავაკეთე. და სად არის შენი ნამუშევარი? ვერ ხედავ. ჩვენ პოსტერი გვექნება და შენ რა გაქვს? კარგი, წავიდეთ და შევხედოთ. შეგიძლია აქ მოიტანო და გვაჩვენო? დაკავებულები ვარ. ეს ხანგრძლივი და რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მოგეწონებათ. დავინტერესდი. მოდი კიტი ვნახოთ. ერთად წავიდეთ. აი, ო, დედიკო, ეს მუმია? კარგი, კიდევ რა? საიდან მოიტანე? როგორც ჩანს, ნამდვილია. ხო და ეგვიპტეში არა მომწია. დიდი მანეკენი ავიღე, სახვევები შემოვახვიე და აი, მუმია გამოვიდა. ო, და რა არის ეს? შელოცვა ის ძველი ეგვიპტის შესახებ სამეცნიერო წიგნებში ვიპოვე. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ამ კონკრეტულ შელოცვას იმ დროს მუმიების გასაცოცხლებად იყენებდნენ. კარგი, მართლა იმოქმედა ჯადოქრობამ? ამის პირდაპირ იმტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ თვითმკვლელებმა დაადასტურეს, რომ ეს სიმართლე იყო. მაინტერესებს, როგორი ჯადოქრობაა? კარგი, ნილოსის ძალა, სიცოცხლის აკვანი გეძახის. ო, უძველესო სულო, უპასუხე ჩვენს შელოცვას, გაიხსენი სახვევები, გააღვიძე სული, აღადგინე სიცოცხლე უძველესი ღმერთების სახელით. დაახილე თვალები, მუმიავ, ადექი და წამოდი. სასაცილოა, ბოლოს კინაღამ დავიჯერეს. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, მასწავლებლებს მოეწონება ჩემი იდეა. კარგი, გონი კი, მაგარი გამოვიდა. კი, მაგრამ ჯერ კიდევ პროექტი გვაქვს სასასრულებელი და ძალიან ცოტა დრო დარჩა. მალე დაღამდება და უნდა დავიძინოთ. არჩი, შეგიძლია დაისვენო და მე და კიტი დავაწევებთ ბოლო სურათებს. სულ ესაა, მორჩა. გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა. კი, მაგარი გამოვიდა. მე ისეთი მაგარი ვარ. კარგი, როგორც იქნა, კიტი შეხედე, ასე გამოიყურება. ჩემი ფუჭათა ხარჯული 3 საათი. ო, ლეონა, შენი ხუმრობები. წამოდი, უნდა დავიშვენოთ. მაღვიძარას ჩართავ? კი. კარგი, ხამემშვიდობისა, ხამემშვიდობისა. გახსენი სახვევები, გააღვიძე სული, აღადგინე სიცოცხლე უძველესი ღმერთების სახელით. გაახილე თვალები, მუმიავ, ადექი და წამოდი. ჯანდაბა, რატომ გათენდა დილა ასე სწრაფად? ვერ გავიგე. სად არის მუმია? სად წავიდა? დილა მშვიდობის. ო, მუმია, მანქანაში ჩასვი უკვე? სწრაფი ხარ. არც ერთ მანქანაში არ ჩამიდია. საერთოდ არ ვიცი სად არის. რას გულისხმობ, არისი სად არის? სად შეიძლებოდა წასულიყო? კარგი, არ მითხრა რომ იმ შელოცვის შემდეგ გაცოცხლდა. რატომ ხარ ქაშიშებულები ხალხო? კარგი, გონი ის მართლა გაცოცხლდა.
ვაიმე, ის რეალურია. ასე არ წარმომედგინა ჩემი სიცოცხლის ბოლო დღე. ჩვენ პროექტს ვერავინ ვერ ნახავს. უშედეგოდ გავაკეთეთ. ჯანდაბა, მეგონა აღარავინ შემაწუხებდა და არა, ამ მომაკვდავებს ისევ რაღაც უნდათ ჩემგან. შენ რა? ლაპარაკი შეგიძლია? რა გეგონა? მითხარით, რა გინდოდათ? ჩვენ უბრალოდ ძველ ეგვიპტეზე ვამზადებდით პროექტს. უნივერსიტეტში უნდა გვეჩვენებინა. არ უნდა დაგეძახათ, ამ სახლიდან უფრო შორს წასვლის უფლება არ მაქვს. არ გააქვს? რატო? სამეცნიერო წიგნები უფრო ყურადღებით უნდა წაეკითხათ. იქ ყველაფერი წერია. რა იყო? მსგავსი არაფერი არ ეწერა. კარგი, მოკვდავებო, რადგან ვერ დაგეხმარებით, დააკეთეთ საპირისპირო შელოცვა და დამაბრუნეთ ეგვიპტეში. შებრუნებული შელოცვა? არჩი, კარგი, არ მითხრა რომ შებრუნებული შელოცვა არ გაქვს. ისე? მე ნამდვილად არ მაქვს. რა? მოიცა. ამბობ რომ არ იცი როგორ დამაბრუნო? რას ამბობ საერთოდ? არ მინდა აქ დავრჩე. ამ რომელი საუკუნეა ახლა? 21 საუკუნეში. შენს ერამდე მე-4000 წლეულშიც კი კარგად ვიყავი დაწოლილი. ნუ ღელავ, რამეს მოვიფიქრებთ? არჩი, სერიოზულად ამბობ? აბა რა მოვიფიქროთ? საერთოდ სად იპოვა ეს შელოცვა? ბიბლიოთეკაში, სამეცნიერო წიგნში, რომელსაც არ კითხულობდი. შესანიშნავია, მაშინ ჩვენი ყველანი ერთად წავალთ. ბიბლიოთეკის სამუშაო საათები ნახე. აჰა. ბავშვებო, ეს ბიბლიოთეკა უშინდელი დღიდან არ მუშაობს. კარგი, ჯანდაბა. აბა ახლა რა უნდა ვქნათ? ყოველ შემთხვევაში, ბავშვებო, თქვენ ეძებთ გზას, რომ დამაბრუნოთ და ამასობაში მე თქვენ სახლს დავათვალიერებ. არჩი, ყოველი შემთხვევისთვის იქ წავიდეთ. იქნებ კარები გაგვიღონ და ციგნები გადავამოწმოთ. კარგი, ვცადოთ. კარგი, ლეონა, შენ მიხედე მუმიას. კარგი? კარგი, ვეცდები. და რა უცნაური სასმელია ეს? ყვამლის სუნი რომ აქვს. კარგი, ეს ყავა, ჯობი არ გასინჯო, თორემ კიდევ 100 წელი არ დაიძინეთ, ხო? კი, ეს ვარიანტი არ მაწყობს. მოიცა, ეს როგორი სარკია? ესეც ლაპარაკობს. ეს ტელევიზორია. ტელევიზორი? და რა არის ეს? მოგვიანებით აგიხსნით. ვერ გავიგე და სად არის თქვენი სარწყავი სისტემა? სად არის გათხრილი არხები? რაში გჭირდება არხები თუ არაფერი არ მოყავს? არ მოყავთ და საერთოდ როგორ ცხოვრობთ? 21 საუკუნეა. სუპერმარკეტში ყველაფრის ყიდვა შეგიძლია. სუპერმარკეტში? მოდი ჯობია არ ეკითხო რა არის ეს. ჯობია დივანზე დაჭდე და მე ძველი ეგვიპტის შესახებ ვიდეოს ჩავთავ. დაჯექი. ხედავ, ეს რეალურია. გითხარი. ვაუ, რას აკეთებს ეს მოლაპარაკე სარკე? თუ არ გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე, შეგიძლია გარეთ დაგველოდო. უკან უდაბნოში? ბავშვებო, როგორ ჩაიარა? კარგად არა. ციგნები ბიბლიოთეკიდან გაიტანეს. თანამშრომლებმა არ იციან, სად არიან ისინი ახლა. ჯანდაბა, რა უნდა გავაკეთოთ ახლა? დამშვიდდით, მოკვდავნო. შესწრიფეთ ეს ხმაური და ნუ შემაჩერებთ წასulis დათვალიერებაში. ჰეი, მუმია. სინამდვილეში იმაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ დაგაბრუნოთ წარსულში. კარგი, მაშინ დასვთავაზობ. გირჩევ ეს შელოცვა, საპირისპირო მიმართულებით გადავწეროთ. რა მოხდება თუ ეს დაგვეხმარება? გადავწეროთ. დიახ, მაგალითად თუ აქ წერია გახსენით სახოები, გააღვიძეთ სული, მაშინ უნდა დავწეროთ შეკარით სახოები, დააძინეთ სული. გესმით რას გულისხმობ? ეს კარგი იდეაა. კარგი, ახლა ყველაფერს გადავწერ. გადავწერე. მოდით, ყველამ ერთად წავიკითხოთ. კარგი. კარგი, მუმია, მზად ხარ რომ სამუდამოდ დაიძინო? კი, გავაკეთოთ უკვე. ნილოსის ძალა, სიცოცხლის საკვანო. შენ, გეძახით. უძველესო სულო, უპასუხეთ ჩვენს სახილს. შეიკარე სახოები, დააძინე შენი სული, დააბრუნე სული, სველი, ყველა ღმერთის სახელით. დახუჭე თვალები. მუმია, გაიგინე და დაიძინე.
ჯანდაბა, რაღაც არ მუშაობს. კარგი, უფრო ხმამაღლა რომ ვთქვათ? მოდი ვცადოთ. ნილოსის ძალა, სიცოცხლის აკვანო, ჩვენ შენს ეძახით. უძველესო სულო, უპასუხე ჩვენს ზახილს. შეიკარი სახვევები, დააძინე სული, დააბრუნე სიკვდილი უძველეს ღმერთების სახელით. დახუჭე თვალები, მუმია, გაიღინე და დაიძინე. მოკდი. შენი შელოცვა არ მოქმედებს. უბრალოდ ყურადღებას ვიფანტავ. ჯანდაბა, რა ვუყოთ ამ მუმიას? როგორ დავაბრუნოთ იგი? დადასტურებულ გზას გირჩევთ. Google-ს ვკითხოთ. აი, იმისათვის, რომ მუმიამ სიცოცხლისუნარიანობა დაკარგოს, წარსულისკენ მიმავალი პორტალი უნდა გახსნათ. ამისთვის 3 ეგვიპტური ღმერთიდან ერთ-ერთი გამოიყენეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პორტალი რამდენიმე წამით გაიხსნება. მაშინ, როდესაც ცაზე პირველი ვარსკვლავი გამოჩნდება. ჯანდაბა, ბევრი დრო არ გვაქვს. გონი მოვახერხებთ. ახლა ვეცდები სწრაფად შევუკვეთო რომელიმე ეგვიპტური ღმერთის ქანდაკება. მუმია, მე აქ ვარ. ღმერთო, რა ხდება აქ? კარგი, სალათებს გიმზადებთ, გახსენით, ხო? მე შინია ვიკითხო, როგორი კერძია? ეს სალათებია. მე მას ფარაონის თავს ვეძახი. გახსენით სპოტი და ზეთისხილი. ეს ზეთისხილია? და ციციბურა, მე აურევ და თქვენ პირველი გასინჯავთ. კარგი, სტით, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ჰეი, რასაკეთებ? ახლა ჩვენ შენს დასაბრუნებლად რიტუალს შევასრულეთ. რა სახის რიტუალია ეს? ახლავე გაიგებ, მიდი, იატაკზე დაჯექი. კარგი, დიდხანს მომიწევს ასაჯდომა? არა, ახლა პირველი ვარსკვლავი გამოჩნდება. პორტალი მაშინვე გაიხსნება. მოწყენილი ვარ. თითქოს მუმია კი არა, ბავშვი ხარ. კარგი, აი ითამაშე, ცოტა ითამაშე. ვაუ, და სად დავაც გაპონო აქ? აქვე. ვაუ. კიტი, კიდევ რამდენ ხანს? საიდან ვიცი? მოიცა. ისიქ არის, პირველი ვარსკვლავი უკვე ცაშია. არა. რა ხდება? როგორც ჩანს, პორტალი იღება. ამ სახლიდან მალე გავქრები. ნახვამდის მუმია. ჩვენ შენ მოგვენატრები. კარგი რა, მე ხუმრობდი. და საერთოდ უკვე დავიღალე თქვენ სტრესში ჯდომით. ჰეი, სწრაფად დაბრუნდი წრეში. არა, გადავიფიქრე. რას გულისხმობ, რომ გადაიფიქრე? როგორც გაიგე, მომწონს თქვენი სამყარო 21 საუკუნე. აქ არის მოლაპარაკე სარკე, არის თამაშები, მაცივრის ყუთიც კი. კარგი, მოკლედ უკან დაბრუნება არ მინდა. ჰეი, მუმია, მოიცა. კარგად ხარ? კარგი, მაინც დაგაბრუნებ. არ აქვს მნიშვნელობა, გინდა თუ არა ეს? და ტელეფონი დამიბრუნე. წამოდით, ბავშვებო. და შენ ცდილობ ჩემს დაბრუნებას. ნახავ როგორ გააკეთებ ამას. მაშინ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. მოგვიანებით კი გადავწყვეტ, რა ვქნათ ამ მუმიის ისტორიასთან დაკავშირებით. კიტი, პრობლემა მაქვს. იქნებ დამეხმარო. სხეულში უცნაურ სიმშრალეს ვხსნობ. იქნებ იმიტომ რომ მუმია ხარ? ხო, დანავიცლა. რასაკეთებ? სელფს ვიღებ. კარგი, ეს სელფია, ჩემი სურათია. ყოველ შემთხვევაში, მოდი აქ. კარგი, შეხედე. აი ასე, გოგო. ვერ გავიგე. მე აქ როგორ ვარ და ის იქ? აქ ვარ და არა იქ, თუ იქ. თუ აქ? კი. ასე იღებენ ფოტოებს. მაგარია, რატომ იღებ ამ ფოტოებს? კარგი, უბრალოდ სოციალურ ქსელში რომ დავამატო. სოციალურ ქსელში? და რა არის სოციალური ქსელი? მუმია. ხედავ რომ ცივილიზაციას ძალიან ჩამორჩები. სასაცილოა. მეც მინდა სოციალური ქსელი. მოიცა. სხვათა შორის სადღაც კანადაში ძველი ტელეფონი მქონდა. კარგი, აიღე, შენი იყოს. მაგარია. მადლობა.
საიდან მოიტანე ეს სიტყვები? ტელევიზორში მოვისმინე. ყურადღებას ნუ მიაქცევ. კარგი. აბა, რას ამბობდი სოციალურ ქსელზე? მომეცი ტელეფონი. გაჩვენებ. კარგი. აი შეხედე. აქ YouTube გვაქვს. კარგი. აქ კი Instagram-ი. ჰეი, ბავშვებო, ნახეთ რა მაქვს. რა? კიტიმ თავისი ძველი ტელეფონი მოგცა? გონი ეს ტელეფონი შენზე ძველია. კარგი, არა უშავს. და თქვენ რას აკეთებთ? ჩვენ კონსოლზე ვთამაშობთ. მას ურტყამთ? არა, ჩვენ უბრალოდ თამაშს ვთამაშობთ. სხვათა შორის გინდა სცადო? მაინც უნდა წახვიდე. კარგი. აი, შეხედე. ეს ასე მოძრაობ. აი ასე. ეს ნახტომია. ეს შეტევაა. კი, მაგარია. კიტი უკვე ჩვენს გარეშე დაიწყე დალაგება. რა თქმა უნდა, დრო არ იქნეს. სად იყავით ამდე ხანს? სუპერმარკეტში. შენ თვითონ გაგვაგზავნე? 10 წუთის სავალია ფეხით. თქვენ კი 2 საათი იყავით დაკარგული. მოკლედ, კიტი, რა გინდა ჩვენგან? კარგი. მინდა რომ დამეხმაროთ დასუფთავებაში. კარგი, ნუ გაბრაზდები. მაჩვენე რა უნდა დავალაგო. წამოდი, მეორე სართულზე ავიდეთ. მაინტერესებს, სად წავიდნენ ბავშვები? ვაუ, ეს რა არის? ვაუ! რა არის ეს? ასე რომ მოусმინეთ, ტვერი გაწმინდეთ და აქაც რომ გაწმინდეთ, ტვერსასრუტი ცუდი არ იქნება. იქ, ქვემოთ, პორტალია გახსნილი. რა? პორტალი იქ გაიღო. ძლივს გადავრჩი, მას ჩემი შეთრევა უნდოდა. ბავშვებო, სწრაფად ჩადეთ ქვემოთ, იქნებ შანსი გქონდეს რომ მუმია დავაბრუნოთ. და გვაჩვენე სად არის შენი პორტალი. აი ისიც, კინაღამ შემithრია, თავი ძლივს შევიკავე. რა გაცინებთ? რა მოხდება თუ ამ ხუთში ჩამithრევენ? იქ არ ჩაგithრევენ, ეს პორტალი კი არა, ჩვეულებრივი ტვერსასრუტია. ტვერსასრუტი? და რა არის ეს? ეს არის მოწყობილობა მტვრის გასაწმენდად. ხედავ. შეხედე. აი, პორტალი ისევ ჩაირთო. ეს სასაცილო გონია? ჰეი, სად მიდიხარ? 21 საუკუნეში არ მოგწონს? და მას ტვერსასრუტის რობოტი არ უნახავს. კი. ცივა? ბავშვებო, ყველანი აქ ხართ? შესანიშნავია. რა გინდოდა? კარგი, ფიქრობდი რა უყოთ შემდეგ ამ მუმიას. სულ ჩვენთან ხომ არის ცხოვრობს? არ გვაწუხებს, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? უფრო მეტის, ამ მუმიას საკაურობა მოსწონს, არსად წასვლა არ უნდა. ტაქსით სახლში მიმავალ გზაზე რამდენიმე ვარიანტი მოვიფიქრე, რომლებიც ჯერ არ გვიცდია. ასე რომ, ვარიანტი ნომერი პირველი. ასე რომ, წაუსვით მუმიას სხეულის ლოსიონი. და რით დაგვეხმარება ეს მეთოდი? ყველაფერი მარტივია. ის მუმია. ანუ მისი კანი გამომშრალია. გირჩევთ მისი კანი ლოსიონით დავაშველოთ. რა მოხდება თუ ეს მის ორგანიზმზე იმოქმედებს და ის წარსულს დაუბრუნდება? ჯანდაბა. კარგი. ეს მეთოდი ნამდვილად უნდა ვცადოთ. დანარჩენები წაიკითხეთ. მეორე ვარიანტი ძალიან ხმამაღალი მუსიკის ჩართვაა. ინტერნეტში წავიკითხე, რომ მათ უყვართ სიმშვიდე და სიჩუმე, მაგრამ ხმაურს ვერ იტანენ. არ ვიცი, ჩემი აზრით, ჩვენი მუმია ძალიან ხმაურიანი არის. ყოველ შემთხვევაში ესეც უნდა ვცადოთ, უფრო მეტიც, დინამიკის კი გვაქვს. და მესამე ვარიანტია, ცადოთ მუმიის სახლიდან გაყვანა. ძალით გაყვანა. გახსოვთ, მუმიამ თქვა, რომ მას სახლიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა. კი, მაგრამ შეამჩნიეთ, მან არ ახსნა, თუ რატომ და რა მოხდება თუ ამ გზით ის სიცოცხლის უნარიანობას დაკარგავს? ზუსტად, ყოველ შემთხვევაში ლეონა კარგად მუშაობ. მოდი ამ სიიდან ყველაფერი ვცადოთ. harcmoneboli ვარ, რომ ამ მეთოდებიდან ერთ-ერთი გამოგვედგება. კარგი, მეც, ბავშვებო, ჯერათ რომ გამოგვივა? თუ ასე აქ თხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო. ბავშვებო, თქვენი ლაიქების დახმარებით ამ მუმიას აუცილებლად დავაბრუნებთ წარსულში. ამას ვნახავთ. ანუ ლოსიონის წასვლა უნდა, ხო? შესრულებულია. ასე რომ, აიღე შენი ლოსიონი. კარგი, და მე ჩემსას ავიღებ, რადგან ერთი საკმარისი არ იქნება. გეთანხმები, დიდი მუმია გვყავს.
ვერ გავიგე. რატომ არის ცარიელი? მეც არაფერი მაქვს. უცნაურია. გოგოებო, რატომ გრძელდება ამდენი ხანი? ჩვენი ლოსიონები გამოიყენე? ხუმრო, რატომ უნდა ამეღო ისინი? და სხვა ვინ? მუმია ამას ნამდვილად არ აიღებდა. მაგრამ ეს მე ნამდვილად არ ვიყავი. კარგი, არა უშავს. ამის გარკვევის დრო არ არის და სხვა ლოსიონების საყიდლადაც დრო არ არის. კარგი, ამიტომ მეორე ვარიანტზე გადავდივართ. ქვამახალ მუსიკას ვთავთ? კი. Yes, დინამიკს მოვიდან. დინამიკი. დინამიკი, 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 დინამიკი. როგორ გამოიყურება? გუგლს ვკითხავ. როგორ გამოიყურება მუსიკალური დინამიკი? კი, მივხვდი. აი ისიც. ჯანდაბა, არ გაფუჭდა. მაშასე, გადავითეთ გეგმა ბეზე. და აი დინამიკის, ახლა ჩავრთავთ. კი, და მუმიას ჩვენ წარსულში გავაგზავნით. მართალია. ვერ გავიგე? რა სირს? რატომღაც ეს არ მუშაობს? შეიძლება ბატარეა დაჯდა. არა, მთელი ღამე იტენებოდა. გასაგებია. კარგი, მეორე ვარიანტიც არ გამოვიდა. τσι! რა იყო ეს? არ ვიცი, ალბათ შენ მოგეჩვენა. კარგი, ჩავიდეთ ქვემოთ. ახლოს იყო. ყველაფერი მორჩა. დავიჭირეთ, ბავშვებო, გარეთ გავიყვანოთ. გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას. მზის ღმერთისა და ნილოსის გულისთვის. გთხოვთ, წადი. გამიშვით ახლავე, მოკვდავებო. ნუ გააკეთებთ ამას. იმედი მაქვს, რომ თქვენი სახლი უდავნოდ გადაიქცევა. წადი, წადი. წადი. აი, კი, ხედავ რომ ვერ გამოგივიდათ. მე ისევ აქ ვარ. აჰა, აი შელოცვა დაგავიწყდა. Yes! იმუშავა. Yes! არ მეკონა რომ გამოვიდოდა. მეც, მაგრამ მუმიები 4000 წლის წინ უფრო კარგად იქნებიან. სხვათა შორის, ბავშვებო, ჩვენ ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ მუმიას უკან დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ დაუკეტოთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გამოიწეროს ჩვენი არხი. დიახ, კარგი, ახლავე გამოიწერეთ, დააც გაფუნეთ ვიდეოს ქვეშ არსებულ ღილაკზე. ნახვამდის ყველას!